ბერი ჩავიდა 550 მილის სიღრმეში დედამიწის ბირთვში და იქიდან ესმოდა აი სატანის ხმები და იქ დაგეგმა ეს ყველაფერი მოიწვია სატანა და მისი ქვეშევრდომები და ჯოჯოხეთის შეფს ელაპარაკა ადამიანი რომ ანუ რატომ აკეთებო ამასო და აუხსნა ყველაფერი ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. და დღეს მე მინდა ვისაუბრო ზოგადად თემაზე, ზოგადად ქართულ კაცებზე, ზოგადად ქართულ ხალხზე, რადგან მართლა გული მწყდება რეალურად. მე მართლა ყველაფრის გადამტანი ვარ, მე მართლა ყველაფრის ამტანი ვარ და ყველაფრის გამძლე ადამიანი ვარ, მაგრამ მართლა მეწოდება საქართველო, როცა ესე ვხედავ. ორი დღეა Hungry Man-მა, ანუ ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა YouTube ჯგუფმა დადო ვიდეო, სადაც ადამიანები ათამაშებენ მოპედებს და მანქანებს და უბრალოდ ამ ხალხს ეხმარებიან, მაგრამ ამ კონკრეტულ ვიდეოში გაათამაშეს მოპედები და მანქანები. რაზეც მე რა თქმა უნდა ვიღადავე, რაც ჩემი საქმეა, ღადაობა. და ვთქვი რომ მეთქი, მე მოპედები არ მაქვს და მოდი გლოუს კურიერები უბრალოდ გამოვიძახოთ და წავვართოთ მოპედები თქო. რაზეც აი კაცებმა ქართველმა კაცებმა კომენტარებში დაიწყეს ტირილი რომ მიშა შენი სარკაზმი უადგილოა და ეს ხალხს ეხმარება და რა მოხდა გაჭირვებულებს ეხმარებიან და აი მაგ დროს დავფიქრდი რომ როდის გავსაწყალდით ესე ანუ აი რა მოხდა რა გარდამტეხი მომენტი მოხდა საქართველოს ისტორიაში როდესაც დავით აღმაშენებლიდან ვახტანგ გორგასლიდან რომელზეც აი ლეგენდები დადის რომ რაღაცა 3 მეტრიანი 400 კილოიანი ხმალი ეჭირა და იქნევდა და ერთი გაქნევით 6 კაცს ხოცავდა და გოლიათი იყო და დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და მთელი საქართველო გადაჭიმა მოკლედ სადღაც სიცილიიდან იმამდე უზბეკეთამდე და ესეთი ხალხი ვიყავით ქართველები რომ ყველას ვებრძოდით და არავის არაფერს უთმობთ და დღეს ხალხი ხუმრობებზე ტირის კაცები ანუ ქალების კომენტარებს რა თქმა უნდა ვაიგნორებ რადგან ქალებმა კი ბატონო ქალებს აბსოლუტური უფლება გაქვთ რომ იწუწუნოთ, იტიროთ, მომწეროთ რომ ეს ვიდეო არ უპრობლემოთ, მაგრამ კაცებიც მიწერენ ამ ყველაფერს რომ მიშა, შენ როგორ ღადაობ ამ ხალხს და აი ეგ მაინტერესებს და მაგის ძიებაში ვარ მე, როდის გავსაცოდავდით ესე ამდენად ქართველი კაცები. ანუ აი რა გარდამტეხი მომენტი მოხდა, როდესაც ქართველი კაცები გადავიქეცით აი მეომრებიდან, გამძლე ხალხიდან, ყველაფრის ამტანი ხალხიდან, რომ სამშობლოს ვინ არჩუნებთ, რელიგიას ვინ არჩუნებთ, ჩვენ აქ ხატს არ დავაბიჯებთ ფეხს და 100,000 ამოვწყდებით, ჩვენ აქ გიორგი ანწუხელიძეები ვართ და დროშას არ დავაბიჯებთ და თუნდაც მაწამოთ და აქედან უცებ გადმოვხტეთ მიშა შენ ხუმრობებს როგორ წერ როგორ იძახი რატომ იძახი ხუმრობებს აი რა მოხდა შუაში მართლა მაინტერესებს და ვცდილობ თქვენთან ერთად გავერკვე ხა მე არაფერი მიდევს ახლა გონებაში რაღაც კონკრეტული იდეა მართლა არ მაქვს რასაც გავყვები უბრალოდ დავიწყე ვიდეოს ჩაწერა რადგან მართლა დავფიქრდი ანუ რატომ ვართ ესეთი საცოდავები და მოდი მე მინდა გაჩვენოთ ეს Hungry Man-ების ვიდეო. მართლა ძალიან მტკივა გული და მწყინს, რომ ესეთ კაცებს გიყურებთ ქართველებს და მე მინდა მოდი უბრალოდ ჩავრთოთ ეხა Hungry Man-ის ვიდეო და განვიხილოთ თუ რამე საღადაო იქნება, რა თქმა უნდა ვიღადაოთ და ვაკეთოთ ის რაც გვინდა, რადგან თავისუფალი ადამიანები ვართ. და მებრძოლი ადამიანები ვიყავით აქამდე, სანამ ესეთები საცოდავები არ გავხდებოდით. მოკლედ ჯერ გადავხედოთ რა თქმა უნდა thumbnails, ანუ გარეკანის ფოტოს,
300,000 ნახვა ერთ დღეში. ნუ 300,000 ნახვა ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი შედეგია და აი მართლა სასწაულია ქართული ვიდეოსთვის. უბრალოდ მე მაინტერესებს ამ 300,000-დან ყველა ბავშვი ხომ არ არის არა? აი წარმოიდგინეთ რომ ერთი 35-40 წლის კაცი ხარ. აი სახლში მიხვედი სამუშაოდან დაღლილი ცოლი და შვილი გელუდება და უბრალოდ გადაწყვეტე რომ მოდი რა ნახევარი საათი 1 საათი ტელეფონში ჩავხედავ რა ხდება და აი გიგდებს ამ ვიდეოს. გიგდებს ამ გარეკანს და შენ აჭერ თითს. აჭერ ამ გარეკანს თითს რომ გასაღები და ამას აჭერ თითს რთავ ამ ვიდეოს ზრდასრული მამაკაცი და იწყებ ვიდეოს ყურებას. გიხედავთ თვითონ თქვენგანს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს პარტნიორებს, BetLive-ს, რომელმაც უზრუნველყო ეს მანქანები და ზოგადად BetLive-ს დიდი მადლობა! BetLive ღმერთმა დალოცოს, რომ ეს ბიჭები ძალიან კეთილები არიან და ხალხს მანქანებს ჩუქნიან. BetLive! ითამაშე, მოგსწვნია გამჩენ. შეუძლებელი იქნებოდა. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს პარტნიორებს, BetLive-ს, რომელმაც უზრუნველყო ეს მანქანები და Stop, ვინ უზრუნველყო ეს მანქანები? ანუ მე მეგონა ადამიანები თავის ფულით ეხმარებოდნენ ხალხს და მოიცა, ანუ სხვა ვიღაცამ მოგცათ მანქანები და თქვენ უბრალოდ გითხრეს რომ აჰა თქვენ ეს მანქანები და გაათამაშეთ და სანაცვლოდ დაგვარეკლამეთ? არ მჯერა. ჩემი აზრით ამ ბიჭებმა თავისი ფულით იშრომეს, შეაგროვეს საკუთარი თანხები და გაათამაშეს, რადგან კეთილი ადამიანები არიან. და მე არასდროს დავიჯერებ, რომ კაზინო ასპონსორებს ამ ხალხს. მე ამის დამჯერი არასდროს ვიქნები. მაინც თავიდან მოусმინოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს პარტნიორებს, BetLive-ს, რომელმაც უზრუნველყო ეს მანქანები და ზოგადად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდზე უდგა სანგრიმენს, ხოლო ამ მანქანების ჩამოყალიბება აჰა. დიახ, BetLive-ს მადლობას უხდიან და დიახ იძახიან რომ BetLive-მა გვიყიდა ეს მანქანები რომ ჩვენ უბრალოდ ჩამოვარიგოთო. მაგრამ მაინც კეთილშობილი ადამიანები არიან ესენი, რომ იცოდეთ. ეს ადამიანები უანგაროდ ჩუქნიან ხალხს მანქანებს და მოპედებს. BetLive აქ არაფერ შუაშია, BetLive უბრალოდ კეთილ ხალხს ეხმარება. BetLive ითამაშე სლოტები. მოგსწვნია პატრონი. არა, BetLive-ს დირექტორს ვიცნობ სხვა შორის. მე რატო არ მაფინანსებ, ჰა? სახელს და გვარს არ ვახსენებ, მაგრამ მართლა ვიცნობ BetLive-ს მფლობელს. მე რატო არ მაფინანსებ? აქ ვერ გავარტყამ BetLive-ს, მე ვერ ვიტყვი, მე ვერ მოვატყუებ ხალხს, რომ BetLive ყველაზე კეთილი კაზინო საქართველოში. ითამაშე, მოიგე მილიონები. ჰაჰა, BetLive. რას ვაკეთებთ და ამათზე გადაობის გამო ქართველი კაცები, ზრდასრული კაცები მეწუწუნებიან და ტირიან ჩემ კომენტარებში რომ მიშა, შენა ეს სარკასტულობა როდის უნდა მოიშორო და რატო ეღადავები ხალხს, ისინი ხომ მანქანებს შვილო მანქანებს აჩუქებენ რაც BetLive-მა მისცა, გესმის? ანუ რამე ცუდს აკეთებენ? არა. ცუდს რა თქმა უნდა არ აკეთებენ და ძალიან მიხარია რომ ვიღაცა ადამიანები 10 თუ 15 ადამიანი გაახარეს. ძალიან მიხარია, მაგრამ მე უბრალოდ რეალისტი ვარ და ისე არ ცხოვრობ ზღაპრებში რომ ეს ორი კაცი რა კეთილია. აი ამ ორი კაცის ნაცვლად დასვი ნებისმიერი ადამიანი. აი ვიღაცა ჭუმბურა დასვი ჩამოიყვანეს აიდანღაცა ლაგოდეხიდან ვიღაც ჭუმბურა აჩუქე მანქანები უთხაე რომ უცქირე ჭუმბურ ეს მანქანები გაათამაშე შენ ხალხში და თან ხელფასს გადაგიხდი 1-40-50000 ლარს აი უპრობლემოდ ჭუმბურა ვერ გაათამაშებს აი ჭუმბურას რა შეუშლის ხელს რომ შენ მანქანები მისცე და ჭუმბურამ ჩამოარიგოს ჰა არა უბრალოდ ჩვენ კეთილები ვართ ხალხო და აი
ჩვენი გვერდი გამოიწერეთ, რადგან ჩვენ კეთილები. ბავშვები რომ უყურებენ, აბსოლუტურად ხვდები, მეგობრებო, ანუ აი 16 წლამდე თუ ხარ, აბსოლუტურად უნდა უყურებდე ამ არხს, რა თქმა უნდა მოგწონდეს ეს ადამიანები, რა თქმა უნდა ყველაფრის უნდა გჯეროდეს, რა თქმა უნდა პატივს უნდა სცემდე, რა თქმა უნდა ქუჩაში რომ შეგხვდებიან ეს ადამიანები, ფოტოებს უნდა სთხოვდე, ფოტოების გადაღებას, მაგრამ აი 16 წელს რომ გადასცილდები და მაინც რომ ამ ვიდეოებს უყურებ, მაინც რომ ყველაფრის გჯერა, რომ რა კარგი კაცია ეს ორი ადამიანი. მაშინ რას ვაკეთებ ცხოვრებაში? აი 40 წლის კაცი რომ ამ ვიდეოს რთავ და ფიქრობ შენთვის გონებაში რომ რა კარგი კაცები არიან. რა ცხოვრება გაქვთ ეგეთი კარგი გამოვლილი რომ აი აბსოლუტურად ნული რეალისტური აღქმა გაქვთ ცხოვრების. გადავიდეთ. მაშინ დაგვეხმარა Lion აუქციონი. Lion აუქციონი! გადავედით მეორე სპონსორზე. დიდი მადლობა BetLive-ს და დიდი მადლობა Lion აუქციონს. 67 ვიდეო და 166 მილიონი ნახვა აღმოჩნდა ის ნიშნული, როდესაც ჩვენ ვიღებთ არხის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და საპასუხისმგებლო ვიდეოს. ვიდეოს დასასრულს შევხვდებით ჩვენი არხის პირველ გამომწერს მისი ვაიმე, აუ რა დაჯდება! მანქანა! აუ! სკუტერი დაჯდა! აუ როგორ ველოდებოდით ყველა, ნეტა რა დაჯდებოდა? ანუ პირველი სკუტერი წავა ჩვენი ოჯახიდან. -1 სკუტერი. კი ბატონო. ცხეთაში. პირველი გამარჯვებული ხარ მოკლედ. მთელი საზმაკაცო მიყურებთ, ჩვენ გვერდზე ვარ და ახლა ვიდეოს ველოდები და ესეც შენთან დარჩეს სიმბოლოა. მთელი საზმაკაცო გიყურებთ, საზმაკაცო. ალა წარმატებები რა. აი აი საძმაკაცო რო ხარ თავს, დასრული მამაკაცების, ხო? არ ვიცი რამდენი წლის ბიჭია ეს 20-25, ხო? და აი 25 წლის ერთი 5 კაცი. წარმოიდგინე რომ ოთახში სხედ ხართ 25 წლის ერთი 5 კაცი და Hungry Man-მა დადო ვიდეო და მოდიო ვუყუროთო რო იტყვით. მაგიტომ არის საქართველოში შობადობა უფრო ნაკლები ვიდრე სიკვდილიანობა. რომ ზრდასრული მამაკაცები სხდებიან ერთად ოთახში და უყურებენ Hungry Man-ების ვიდეოს. და მე გვიკვირს რომ საქართველოში რატო ცარიელდება ხალხი და შობადობა რატო არის უფრო ნაკლები ვიდრე სიკვდილიანობა. ვინ უნდა გააჩინოს ბავშვები ბიჭო? 25 წლის კაცები რომ ერთად იკრიბებიან და Hungry Man-ების ვიდეოს რთავენ. ვინ უნდა გააჩინოს შვილები? მაგათ უნდა გააჩინოს შვილები? გოგოებს ეგ ხალხი უნდა მოეწონოს? აი წარმოგიდგენიათ ზოგადად, ანუ გოგოსთან მიდიხარ, რა ვიცი, პირველად შეხვდი და გეკითხება რომ ანუ რა შვები რაღაც და ანუ უნდა გაართო გოგო რაღაც დააინტერესო და იცი, მე და ჩემი ძმაკაცები ვიკრიბებით ხოლმე და Hungry Man-ების ვიდეოებს უყურებთ. და ის გოგო გაგიჩენს შვილს? აი რო წარმოვიდგინე რა, ანუ კაცი მიდის ზრდასრული გოგოსთან შესახვედრად, უნდა რომ თავი მოაწოს, გოგო გამოიპრანჭა, რაღაც ქუსლიანები ჩაიცვა, რაღაც მოტკეცილი შარვალი ჩაიცვა, ცივა იყინება, რადგან ზამთარია, მაგრამ ამ ბიჭისთვის მაინც გამოეწყო, კარგად იტანს სიცივეს მოკლედ და უბრალოდ ელოდება, რომ ეს ბიჭი რაღაც ინიციატივას გამოიჩენს, რომ ეტყვის, რომ აი ძალიან მომწონხარ რა, რაღაც წამო იქ წავიდეთ, აქ წავიდეთ, შენ არაფრის მოგვარება არ მოგიწევს, ყველაფერს მე მივხედავ და ამ დროს ბიჭი გიწყებს საუბარს, რომ მე და ჩემი ძმაკაცები ვიკრიბებით ხოლმე და Hungry Man-ების ვიდეოებს უყურებთ. აი გოგო ხარ, რამდენი წუთი გაძლებ, როგორ გგონია. ყველაზე კულტურული გოგო ხარ, აი არასდროს არ გინდა ვინმეს აწყეინო, ისე გაგზარდეს მშობლებმა, რომ არავის აწყეინო, ყველას მოუთმინო,
აგიხსნეს რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გული არავის უნდა ატკინო და კულტურულად უნდა მოექცე ყველას. აი, რამდენი წუთი გაძლებ, რამდენი წუთის მერე ეტყვი რომ აუ ძალიან მეჩქარება რა, აი გასასვლელი ვარ ეხა. აი, რამდენი წუთი? 4 წუთი. კარგით, გავაგრძელო. შვანური კუბდა. აქვე დიდი მადლობა TBC-ს, აქვე ყავს გვერდით გვიმაგრებს, რომელმაც უზრუნველყო ამ სკუტერების ჩვენამდე ყოფნა და მადლობა TBC-ს! დიდი მადლობა TBC ბანკს ყველაფრისთვის. უღრმესი მადლობა ბატონ მამუკა ხაზარაძეს ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებდა ქართველი ერისთვის. დიდი მადლობა ამ სკუტერებისთვის, დიდი მადლობა ყველა ადამიანის გამოსახლებისთვის, დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველა ოჯახის გამწარებისთვის. უბრალოდ რა ზღადაობთ ხალხო, მართლა ანუ კარგ საქმეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა, როდესაც ვიღაც რაღაც ჩუქნი, რა თქმა უნდა, კარგ საქმეს აკეთებენ. უბრალოდ არ მინდა რომ აი გოიმებივით იყოთ, რომ რა კარგი ხალხი არიან, თავისი ჯიბიდან უხდიან ხალხს ფულს და ჩუქნიან თავისი ჯიბიდან, თავის ჯიბიდან არავის არაფერს ჩუქნის. თავის ჯიბიდან ჩუქნი მხოლოდ მე ხალხს. მაგრამ მე მაგ ყველაფერს ხო არ გიყვებით, მე ხო არ გიყვებით რომ 2 დღის წინ მაღაზიაში ვიყავი ორნაბიჯში და გამყიდვალ გოგოებს შოკოლადები დაურიგე თითო. მე ხო არ გიყვებით რომ მეორე სოფლის მაღაზიაში ვიყავი და გამყიდვალ ქალს შოკოლადები აუწოენ და მეთქი ეს თქვენთვისაა თქო და დაიტოვეთ თქო. მაგ ყველაფერს ხო არ გიყვებით, რადგან მე ჩუმად ვაკეთებ სიკეთეებს, რადგან უბრალოდ ესეთი გული მაქვს და ესეთი კაცი ვარ. ასე რომ დიდი მადლობა ჰანგრიმენებს, რომ თვითონაც ესეთი კაცები არიან და ველოდები რომ მეც მაჩქონ მანქანა, რადგან მანქანა მეც მინდა. ვიტირებ, ვიბღავლებ, ვიწივლებ TBC-საც დავარეკლამებ, ბეთლაივსაც და ხალხსაც დავაჯერებ, რომ ბეთლაივი შებრძანდით და მოიგეთ ცხოვრება სლოტებში. არა, მართლა მაინტერესებს. აი, რატო არეკლამებენ ბიჭო კაზინოები იმ ხალხს, რომლებსაც საშუალო მაყურებლის ასაკი აქვს რაღაც 13-დან 16 წლამდე. აი, რა უნდათ კაზინოებს ბიჭო ამ ხელა ასაკის ხალხისგან? კაზინოები უნდა მოვიდნენ ჩემთან, რადგან მე მიყურებთ ზრდასრული ხალხი და მე გეტყვით რომ აი ზრდასრული კაცი ხარ, 40 წლის ხარ, მიდი ჩარიცხე შენ მთელი ხელფასი ამადა ამ კაზინოზე და წამოითამაშე სლოტები. დაგისვამს 5 მარწყვის ცხოვრებას მოიგებ. დიახ, რა თქმა უნდა ვხვდები რომ ცხოვრება გაგიუბედურდებათ. დიახ, რა თქმა უნდა ვხვდები რომ შვილს და ცოლს და სახლს და მანქანას ყველაფერს წააგებთ კაზინოში, მაგრამ მე ხომ გამკეთებელი ვარ ამ ყველაფრის. მთავარი ეგაა. ასე რომ კაზინოებო, შემეხმიანეთ. ერთად მოვაგებინოთ ხალხს მილიონები. კოცნით მიყვარხართ. მეზარება მართლა ბოლომდე ამ ვიდეოს ყურება. წავედით.